მაგრამ დონალდ ტრამპი და მაგას პლატფორმა სხვანაირად ხედავს შეერთებული შტატების უპირატესობის სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ის მიიჩნევს, რომ ნეოკონსერვატიული ინსტრუმენტები, ეს იქნება სამხედრო ძალა, სამხედრო ინტერვენციები, კულტურული ინტერვენციები, კულტურული ჰეგემონიაზე პრეტენზია არის მიზანზე არაორიენტირებული, რომელიც ხშირად არათუ აღწევს საკუთარ მიზანს, არამედ კონტრპროდუქტიულია და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ის წარმოქმნის წინააღმდეგობა შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობას და თანდათანობით ძირს უთხრის ამერიკულ ლიდერშიპს მსოფლიოში. ამიტომ მაგა დონალდ ტრამპის პოლიტიკურ პლატფორმა თვლის, რომ აი ესეთი ინსტრუმენტები ნეოკონსერვატიზმის უნდა შეიკვეცოს, იქნება ეს სამხედრო კუთხით თუ კულტურული კუთხით და შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ ორმხრივი ტრანზაქციული ურთიერთობებით უნდა მოახერხოს საკუთარი ესე ვთქვათ უპირატესობის შენარჩუნება. დონალდ ტრამპი თვლის, რომ ყველა ქვეყანას სჭირდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, ამიტომ ისინი ფიზიკურად ვერ იტყვიან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე უარს და სამხედრო კულტურული ჩარევების გარეშე შეერთებული შტატები მარტივად დაიბრუნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მის მიმართ დაკარგულ საერთაშორისო ნდობას, მისი ლიდერობის მიმართ ნდობას თუ მორალურ უპირატესობას.